ღმერთმა დაგლოცოთ კვლავ და კვლავ გილოცავთ ქრისტეს აღდგომას. ყველაზე დიდი სიხარული ის არის, რომ ადამიანი განიცდის თანაგანცდა, თანა სიხარული აქვს ამ დიდი დღესასწაულისა. ეს არის დიდი ნეტარება. ნეტარება სხვა არის და სიამოვნება სხვა არის. სიამოვნება მშვენიერია და ვთქვათ ხორციელია მაინც. და აი ნეტარება უფრო მეტაფიზიკურია და ზეციურია და ზეგრძნობადია. ამიტომ ჩვენ უფრო აი ამ ნეტარებისკენ უნდა მივისწრაფოთ. განსაკუთრებით აი ამ საოცარ სასიამოვნო და ბრწყინვალე დღეებში, ბრწყინვალე შვიდეულისა. ადამიანს გამოარჩევს, მორწმუნე ადამიანს გამოარჩევს სხვა ადამიანისგან და მორწმუნე განსხვავდება ორწმუნოსაგან და არა ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული არაძლიერი მორწმუნისგან, იმით რომ მორწმუნე ადამიანი უფრო გამთლიანებულია, გრძნობიარეა, თანაგანცდა აქვს მას, ამაღლებულია უფრო ამას სოფელზე. უყვარს ყველა, შეიძლება ყველას იგი არ უყვარდეს და ძნელია ყველას უნდა უყვარდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას ყველა უყვარს, იგი ყველასადმი კეთილგანწყობილია. იგი არის მშვიდი, იგი არის კეთილგანწყობილი, იგი არის ასე ვთქვათ თავმდაბალი, პატიებელი, აი მორწმუნე ადამიანი განსხვავდება, ხო ეს. მისი ცხოვრება არის რა? ერთი განწმენდა, მონანიება, სინანული, მთელი ცხოვრება ჩვენი რა არის? პრინციპში მოგზაურობა ამ მიწაზე, ამ ცოდვილ ჩვენს ცხოვრებაში, მოგზაურობა და თხოვნა იმისა, რომ ღმერთმა შეგვიძლია ჩვენი ცოდვები და განვიწმინდოთ. ეს არის განწმენდა და სინანული, განწმენდა და შენდობის თხოვნა. მთელი ეს ჩვენი ცხოვრება ეს არის აზრი, პრინციპში ღვთის სადიდებლად რომ ვიცხოვროთ. ვითხოვოთ სულ მუდამ შენდობა და მუდამ ვითხოვოთ განწმენდა. პატიება ღვთისაგან, იმიტომ რომ სულ აზრით, სიტყვით თუ საქმით ადამიანი აშავებს, ცოდვებს იდენს. სამი ტიპის ცოდვებია ის, ღვთის წინააღმდეგ, მოყვასის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ. ცოდვები აზრით, სიტყვით, საქმით, რისით, ღამით, ნებით, უნებლით. სულ აი თხოვნა იმისა, რომ ადამიანმა მოინანიოს, მიიღოს შენდობა და იგრძნოს, რომ შენდობა მიიღო. ამას იგრძნობს იმით, რომ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იმ ცოდვის გამეორება ჩადება. როცა ადამიანს ეტევება ცოდვა, ერთ-ერთი სხვა შეიძლება სხვა პარამეტრებიც იყოს, მაგრამ ერთ-ერთი პარამეტრი ისაა, რომ მას აღარ უნდა იმ ცოდვის გამეორება. ყოველ შემთხვევაში შინაგანი წინააღმდეგობა, შინაგანი იმუნიტეტი აქვს იმ ცოდვის წინააღმდეგ. დაუშვათ მაინც ჩაიდინა, უცებ დგება და უკვე ორმაგად უფრო აღარ უნდა შემდეგ და მრჩობლის იზღიათ იმ ცოდვისა. და უკვე იცის რამდენად ნებს მას, ეს უკვე კარგია და უცოდველი მაინც ვერავინ და არავინ არ არის, მაგრამ დაუშვათ იგივე ჩაიდინა, უცებ უფრო მძაფრად აცნობიერებს, უფრო მძაფრი სინანული აქვს და უკვე უფრო წელში გამართული აგზელებს სვლას და არ არის დავარდნილი ამ ცოდვაში და ჩავარდნილი ამ ცოდვაში. ამიტომ ეს დიდი ფაქტორია. ეს რომ მიეტევება ცოდვა, ეს შეგრძნება აქვს ადამიანს. რა თქმა უნდა, შემდეგ თუ კიდევ რამე იდენს და რა თქმა უნდა ვიდენს სულ ცოდვებს, ისევ ნანობს და მონანული ცოდვილი ღმერთს უყვარს. მართალს უყვარს რა თქმა უნდა და მონანული ცოდვილს, მაგრამ მართალი უყვარს და მონანული ცოდვილს პატიებასა და წყალობას აძლევს. თუმცა კი მართალსაც აძლევს წყალობასა და პატიებას, ხო? მართალი ახლა ვინ არის? ვინა ვართ მართალი, ხო? პავლე მოციქული თუ ამბობს, პირველი ვარ ცოდვილებს შორისო, რა ჩვენ აღარ უნდა ვთქვათ. ამიტომ რა თქმა უნდა, ქრისტეს აღდგომა, რომელიც ახლა ხან იყო, ყველა ცოდვებს უტევებს, ყველა დიდ დღესას, ასე დიდ დღესას, ესე დიდი დღესასწაული საოცარ სულიერ მადლში ახვევს ადამიანს, ყველა ნეგატივს სწვავს, თითქმის ყველა მის შეცდომას, ყველა მის ნებით თუ უნებლით, აზრით, სიტყვით თუ საქმით, ყველა დანაშაულს სადღაც სხვა უკან წევს, სადღაც სხვაგან უშვებს, ანულირებს, ანიგილირებს. თუ კი ადამიანი ამას რა თქმა უნდა სულიერ შეიგრძნობს. ერთი დღეც რომ გააცნობიეროს, რამხელა სიყვარულია ღმერთს, რამხელა სულიერი ძალა შემოდის ამ დღესასწაულით ადამიანში, რამხელა იმედია, როგორი სულიერი იმუნიტეტია, რამხელა ოპტიმიზმისა და სულიერი ჟანგბადის მისთვის მიცემის შანსი არის ამ აღდგომის დღესასწაულში თანამონაწილეობა, როგორი რა თქმა უნდა ბრძოლები იქნება და ვარდიოკლების მოუკრეფი აუცილებლად უნდა იყოს ბრძოლები, მაგრამ მიუხედავად წინააღმდეგობისა, მიუხედავად ან მარხვის თუნდაც ხო სიმძიმისა, რომელიც საკმაოდ მძაფრი იყო და ესე იგი თითქოს რაღაცა ღურიან ნაკადის წინააღმდეგ წურვას უფრო გადის, შემდეგ უფრო როდესაც აღასრულებს საქმეს, მარხვას და გვერდზე განსდგები და შეხედავ, მერე უფრო ხვდები რა იყო პლუსი, რა იყო მინუსი, როგორ შეცდომა დაუშვი,
რა გებრძოდა, ხილულ თუ ხილავ ბრძოლების შემთხვევაში გამოკვეთილად ჩანს, როგორ უნდა მოიქცე, რა დროს რა სტრატეგია უნდა შეგემუშავებინა ასკეტური ხო წმინდა წერილისა და წმინდა მამათა დარიგების მიხედვით. მე აქ განეშორები რა მარხვას და დისტანცირდებენ მოვლენების ციკლიდან, ცენტრიდან გამოდიხარ, უფრო ობიექტურად აფასებს შენს თავსაც და გარეშე ხილულ თუ ხილავ ბრძოლებსა და ფაქტორებს და ამჩნევ და ხედავ რა გიშლიდა ხელს, რა იყო შენს წინააღმდეგ, რა იყო შენსკენ, საითკენერი მარჯვენა, საითკენერის მარცხენა და გაარჩიო. სიბზნეს გაძლევს მარხვა, გამოცდილება ხო, ექსპერიენსია, დიდი გამოცდილება, რომელიც სიბზნეს გაძლევს. სიბზნე დისცილირდება, სიბზნეში დისცილირდება გამოცდილება. გამოცდილება ცალკე მარტო თუ არ არის დისცილირებული, გაფილტრული და გაანალიზირებული და ვთქვათ იდენტიფიცირებული, ის დარჩება ესე მარტო დაფიქსირებულ გამოცდილებად. ის დისცილირდება სიბზნეში. სოდნაში, სიბზნეში, ჯერ სოდნაში, მერე სიბზნე. სიბზნე აბსოლუტურად უმაღლესი დისცილატია. ჯერ არის გამოცდილება, მერე არის სოდნა, მერე არის სიბზნე. მაგრამ მახსოვს სხვა რაღაცა, კიდე ეს ყველაფერი გვახსოვს. გვახსოვს არ არის სოდნა. სოდნა სხვა რამეა და სიბზნე. მახსოვს რომ რა იყო, პლუსი რა იყო მინუსი, მაგრამ აქედან გამომდინარე გამოვიყენეთ ჩემი გონება, ღვთის ხატა და ქნული არსება, ხო? უდავისული გონება, თავისუფალი უნარი, არჩევანის შემოქმედების უნარი, მეტყველების უნარი, სიყვარულის, გარჩევის უნარი, წინააღმდეგობის გაწევის უნარი ბოროტებისადმი, აზრით, სიტყვით თუ საქმის განწმენდის სურვილი და ლოცვის უნარი, ეს არ არის დიდი ხატება და უამრავი კიდევ 3 წერტილი, ძალიან დიდი არის სიმრავლე ჩვენი ღვთისგან მოცემული ხატებისა. როდესაც გაცე მე ხვდები რა იყო, რა წინააღმდეგობები, როგორ იყო, რა იყო და აი მე უკვე ხვდები რა გწოვდა ენერგიას. რა გფითავდა, რა იყო, სად იყო ენერგოვამპირიზმი, სად იყო პირდაპირი სულიერი, ესე ვთქვათ, გაბკოლოებები, სად იყო ხილული თუ ხილავი დინების საწინააღმდეგო სურვის დროს ყველაზე მეტი შეწინააღმდეგება ნაკადი, სად ყოფე ფონი, როგორ უნდა გასულიყავი, რა ლავირება, როგორი სტრატეგია შეგემუშავებინა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი თუ ვერ ხვდება ფონს და ვერ ხვდება სად გავიდეს, ფონი უნდა ნახოს ამ ბრძოლებში, რომ წალეკავს. ვერავინ არ იყოს, დამშემიყოლებს ჩვენ განსასწრებს, ამიტომ ანაბად მიხსენს ჩვენ ბოროტისა, ვინ რისი გადამტანია და ვინ რისი წინააღმდეგობის გამწევი ერთი, ვინ რისი გამწევი. ფონის ნახვა ეს დიდი სიბრძნეა, დიდი სტრატეგია თავის დამდაბლებით, ხო? და გადიხარ ესე. შემდეგ უკვე იქ სადაც შენ სიბრძნეს გამოიყენებ, იყვენით ვითარცა ბძენი, ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა მტრედი. აი ეს უნდა გააკეთო, არ გაუგეთო სხვა სისა, ჩვენ არ გინდა რომ გააკეთო და მოგეცი სხვა სისა, რო შეგინდა რომ მოგეცი, აი ამ ფონზე, დევიზის, აი ამ ცნების, ოქროს წესის ფონზე აკეთო ეს ყველაფერი. და კიდევ რამდენი რამე შეიძლება. ამ რთულ ფაქის პროცესში განხტობა ქვია ამას ერთად ყველაფერს, განხტობის პროცესი. ბრძოლები, ხილული, უხილავი, აი ეს ყველაფერი, გარჩევის უნარი, შემდეგ ამ გამოცდილების გამოტანის უნარი, უკვე ადამიანი ბრძენი ხდება, უფრო ადამიანი უკვე სხვანაირად ხედავს ყველაფერს, იმ ფუტკარსებს გავსება, რომელიც სხვადასხვა ყვავილიდან თაფლს აკეთებს და შემდეგ უკვე ახალი ცოდნით და ახალი სულიერი ენერგიით შეარაღებული, შემდეგი მარხვისთვის ეზრდება. ხსნილისთვის თქვა, ხო? მარხვა გავიდა ხსნილის გეშინოთვის მაშინ. პიესაში ვარ გახსოვს სხვა რაღაცა სხვა ისე. მიდამთავრდა მშვიდობის გიშვა. აქ არის მარხვა დამთავრდა, რომელიც ასე სულიერი ომი იყო, მშვიდობა კი ბატონო მოვიდა ხსნილი, მაგრამ ხსნილშიც რომ მოდუნდებით. ხსნილიც არ არის ბრად მშვიდობა, ასე ვთქვათ. იმისიც გეშინოდა იმ გაგებით ხარ და ეშინოდა ზო იხავდეს, მაგრამ ჭამით გვარ განესაზღვრება. ხსნილი ეს ანიშნავს, რომ გავიდა მარხვა და რაც გინდა აკეთე. ყველაფერი. აი მაშინ იმალება მარხვაში დაგროვებული მადლის დაკარგვის რისკ ფაქტორი დიდი. ის რაც დააგროვე, ის რაც დააბალანსირე, ის რაც შენ გააწონასწორე ღვთისნების და თქმა უნდა და შენ თავს დაეხმარე ხომ ყველა შენ გადარჩენის თავარი გმირი ვინ არის? შენ ხარ თავარი. შენ გადარჩენის თავარი მონაწილე. უცებ შეიძლება გაფანტო და დაკარგო. რატო ისე გულისთვის? აქაც მე უკვე სხვა სიმძიმეა. გამარჯვების მოპოვება ერთია, გამარჯვების შენარჩუნება ცალკე კიდე მეორე გამარჯვება, მრჩობლი გამარჯვება. ამასაც დიდი სიმძიმე უნდა. შეიძლება ისა ერთი ხელის მოსვლით და გაკარგვინოს რაღაცა მარხვის მაგრამ მთელი ეს დაგროვებული მადლი და ეს მდგომარეობა რომელიც შენ გაიარე, რომ თვითონაც გაგიკვირდეს. რატო ესე გულისთვის, რატო უნდა გადაყაროს ყველაფერი? კონდეს შეინარჩუნე, გაამრავლე, გენერირე, შენც კონდეს და სხვასაც ბევრი გაუნაწილე. ერთი სანთლით რამდენ სანთელსაა? ხო, აი სანთელს ვინცერტ ის ერთი სანთლით რამდენ საათი. მე იმითი კიდე სხვა ანთებს და ასე შემდეგ. აი ესე უნდა გავაკეთოთ. უნდა ვეცადოთ, რომ აი ამ ვიაროთ ღვთის სახელით, ქრისტეს სახელით, ქრისტეს იმედით და მათი გვიშველეს და უკვე მისი
შველა აგერ ალბომაზე აშკარა და მისი მაცხოვნებელი ძალა აშკარა ჩვენზე გარდამოვიდა და მოგვცა ამის შეგრძნება და განცდა. რასაც ყველას გისურვებთ ხოლმე 10 მარტს და 5 ივლისამდე ამ ქრისტე აღსდა. ჭეშმარიტად. და გოსა ხვალ წყალზე დავეწყებთ ამით.